ვარ და ეს ჩემი პირველი პოდკასტია. დღეს განსაკუთრებული სტუმარი მყავს. დედა ჩემი. გამარჯოს. გამარჯობა. კარგად შენ? მეც კარგად ძალიან მიხარია რომ შენ გადაცემაში ვარ სტუმარი. მეც მეხარია. თუ ცოტა ისე ხო მარგძლობ აი ძალიან განსხვავებული ღარე მეგონი შეცხოვებაში ვიტყვი რომ სულ აი შენ სამხოლე შეკითხვებს და ცოტა ისე ხო მარხარ უხერხუა და რაღაცა. ხო ვინც აიცი დედა ჩემი ჟურნალისტია. ცოტა კი, მაგრამ ძალიან დიდი ინტერესით ვარ სავსე ამ შეკითხვები გაქვს და როგორი გადაცემა გამოგვივა. კარგი, დავიწყოთ. დღეს ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორ დავიწყე მოგზაურობა. და შენც იმიტომ ხარ ჩემი სტუმარი რომ შენი დამსახურებაა რომ მე დავიწყე მოგზაურობა. გადაცემს ვიყავი როცა პირველად წავედი სამოგზაუროდ. ესე იგი ვინც შენს არხს თვალს ადევნებს, მათ უკვე იციან რომ შენი პირველი მოგზაურობა შედგა მაშინ როდესაც გახდი 4 წლის. ანუ ეს არის პირველი მოგზაურობა, როცა შენ პრინავში ჩაჯიქი. თორემ მანამდე მთელი საქართველო მოვლილი ქონდა უკვე თითქმის. და საერთოდაც პირველად შორგზაზე, იცი როდის იმგზავრე? არა. როცა 12 დღის იყავი. აქედან წავედი თბილისიდან ქუთაისში და მოკლედ რომ დაიწყო შენი მოგზაურობები, მოვიარეთ საქართველოს თითქმის ყველა ქალაქი. მანამ სანამ უკვე ძალიან შორგზაზე წავიდოდით იტალიაში, როცა უკვე 4 წლის გახდი. რატო გადაწყვიტე რომ პირველად იტალიაში წავეყვალე? რატო გადავწყვიტე და ეს არის ის ქვეყანა, რომელიც მე ვფიქრობ დაუწყარ შთაბეჭდილებას აძლევს ყველა ადამიანს და აი ასეთი დაუწყარი შთაბეჭდილება მინდოდა რომ შექმნოდა და ეს ყოფილიყო ის მიზიდულობის ძალა, რომელიც შემდეგ შენ აი ესეთ დიდ მოგზაურად გაქცევდა და ასეთი დიდი მოგზაური რო გახდები, ამაში უკვე ეჭვი არ მეპარდება. სხვათა შორის დედა მიხარო მქონდა რაღაცა ლეგო, რომელიც იყო თვითმფრინავის ფორმის რა, ეგ მეც მახსოვს და ისეთი პატარა იყავიო, რომ შეგიძლია რომ მაგაზე შემომჯდარიყავიო და გავრილიყავიო, ხო და აი გახსოვს? სულ ესეცა შიგნით პატარა კაცუნები ჯდებოდნენ და მიას უწარმოიდგენდა თავს რომ აი იქ უნდა ჩომჯდარიყო და გაფრენილიყო. ხო და აი როგორ ემოციები მქონდა, რომ მართლა თვითმფრინავში ჩავჯექი აი ნამდვილში. ისე გინდოდა ნამდვილ თვითმფრინავში ჩაჯდომა, ისე რომ არ ვიცი, აი ძალიან გინდოდა და მე ვფიქრობ რომ ეს ოცნება შენთვის რო არ ამესრულებინა, ვიცი დიდი დანაშაული იქნებოდა და ანუ პირველად რო წავედით და აეროპორტში შევედით, აი ძალიან ესეთი ინტერესით დაკვირდებოდი ყველაფერს, როგორ იყო რანაირად იყო. მე რო ჩაჯექი თვითმფრინავში, ეს ღოდი რომ შეიკარიო საფრთხოების და ილუმინატორთან პანჯარასთან იჯექი და მოკლედ მთელი ესეთი მოლოდინი გქონდა, რომ როდის ავფრინდები ცაში და აი შთაბეჭდილებებით იყავი, მოკლედ ახსოვსე რა მთლიანად და აი რო აფრინდა და ეს პირველი შენი ემოცია რომ ისეთი ბედნიერი იყავი. ერთი წამით არ შეგშინებია საერთოდ მე მეგონა რომ ცოტა ეს გეკნებოდა, იმიტომ რომ შენ გახსოვს турბულენტურ ზონაში მოვყევით, ხო იცი რა турბულენტურ ზონაში? აი სენჩოს პატარა მოხურა ზონა. ხო, მოკლედ ესე იგი ეს პირველი ბრენა არის და მოხდა ისე რომ შუა მგზავრობის დროს турბულენტურ ზონაში აღმოჩნდით. ეს არის ისეთი ზონა, როდესაც აი რო წარმოიდგინოთ რომ ცუდ გზებზე რომ მანქანა დადის და ესე რომ ჯაჭვს ხო. ჩემი სიყვარელი ისტორია. ვერ გაიგო უცებ რა ხდება და ჩვენ შეშინებული ვარ ცოტა უფროსები რომ აი ფეხარები არ მოხდეს ფეხარები და მიაზის ესე და ეს კაცო თვითმფრინავი კი არა ხალხალია ყოფილა. იმდენხანს გაგრძელდა ცოტა ესე გამოხატა თავისი გაოცება, ამით რომ რა ხდება ეგეთ ადგილზე სად აღმოჩნდა, მაგრამ მე ვერ მივხვდი, ცოტა საშიში იყო და არა, ბედნიერებისგან პირიქით ძალიან მოგწონდა, ეგონა რომ ბატონზე იყო. ერში გრუბლებს და პირიქით ძალიან მოგწონდა ეს ყველაფერი. ვაი.
მაგალითად 4 წლის რო არის ბავშვი ან რაღაცა, აი სადუჩო რო წაიყო რომ მე იტალიაში წავედი, მაგრამ აი სადმე სხვაგელს თუ შეიძლება რომ აი სად გაერთობა ბავშვი. ანუ პირველ რიგში ხო შენ იმიტომ წაგიყვანეთ თან აი ესეთ ქვეყანაში რომელიც დახუნძურული არის ძალიან ბევრი სანახაობით რომ თავიდანვე იყავი ძალიან ინტერესიანი ბავშვი და აი მე ხო იტალიური სახელი მაგდა კი და აი სულ ესეთი ინტერესით და შეგიძლია რომ დიდხანს რაღაცა ამბავს უსმინო აი მუზეუმში რო შეხვიდოდი ვთქვათ ანუ შენ ქონდა იმის მზაობა როგორც ბავშვს რომ ყველაფერი ესე ვთქვათ მიგეღო საინტერესო იყო შენთვის მოკლედ ეს გამოცდილება რა და ამიტომაც ისა ერთადერთი ჩვენი ესე ვთქვათ დილემა ჩემი და მამაშენის როდესაც წაიყვანეთ სამოგზაუროდ იყო ის რომ შეძლებს თუ არა ამდენ სიარულს იმიტომ რომ ჩვენ როგორც წესი როგორი მოგზაურობა გვიყვარს ერთ ქალაქში ამჭერდებით ხო? დიახ, თან 32 კილომეტრს გავდივართ ხოლმე რა. ხო, მოკლედ სადმე სხვა ქვეყანაში რომ მივდივართ სამოგზაუროდ, ისევ გეგმავთ, რომ ერთ ქალაქში თითქმის არასდროს ვართ ხოლმე და მარტო პარიზში ვიყავით ისე. ხო, ისიც იმიტომ რომ ხო, დისნეილენდი იყო. და დავდივართ სულ ქალაქიდან ქალაქში და იმ ქალაქშიც კიდე ძალიან ბევრს დავდივართ და დილიდან ფაქტობრივად საქმიდან რომ გავავდივართ ძალიან გვიან შევდივართ სასტუმროში. დიახ, გამის 11 საათზე შევდივართ ხოლმე დილის 8 საათზე. დღე მოკლედ ვატარებთ გამს და სულ დავდივართ და მოკლედ ბევრს დავდივართ თან ფეხით. სულ ფეხით ხო და აი ეს პრობლემა შეიძლება ყოფილიყო ჩვენთვის რომ ბავშვი რომელიც სულ რაღაც ერთი თვის გამხდარიყავი 4 წლის მეტის კი არა ანუ იანვარში გახდი 4 წლის და ფებრუარში ჩვენ წავედით უკვე პატარა იყავი ესე რომ ვთქვათ რა რომ თქვა დამოუკიდებლად ამდენი გევლო მაგრამ მე მართლა გავოცდი არ დამახიწყდება შენ როგორი არე თან ვიყავით რამდენ ქალაქში წავედით ბოლონიაში მე იქიდან წავედით ვენეციაში მე გახსოვს რომ დავიკარგეთ ხო კი ეგ ისტორიაც უყევი აუცილებლად ხო მოკლედ ესე იგი ესეთი რაღაც გადავხვდა თავს რომ ну ჩვენი ესე ვთქვათ პირველი მოგზაურობა არის ერთობლივი და უნდა წავიდეთ ბოლონიიდან ვენეციაში მატარებლით და გვაქვს კონკრეტულ საათზე ბილეთები აღებული, ისე მოხდა რომ რაღაცა გზები იყო, მგონი გადაკეტილით, რაღაცა მოკლედ რაღაცა შევყოვდით და ფაქტობრივად ბოლო წამები მქონდა რომ მიგვესწრო მატარებლისთვის და ანუ ესე მივრბივართ, მაგრამ ამ სირბილში დავკარგეთ ერთმანეთი, მია და მამამისი, ანუ შენ და მამა აღმოჩნდით ცალკე, მე აღმოჩნდი ცალკე და ესე უკვე დავკარგეთ ერთმანეთი, ანუ მე მახსოვს როცა შევედით რკინიგზის სადგურ შევედი უბრალოდ ვიყურებდი იქეთ აქეთ არსად არჩენად ალბათ თქვენც იგივეს აკეთებდით ხო რომ ეძებდით მე და ჩვენ არ შევედით როგორი გელოდებოდით რომ აი გამოდიოდი თუ რაღაცა რა და აი მე მახსოვს რომ როგორც კი მივედი ბაქანზე და მატარებელიც დაიძრა რომელშიც უნდა შევსულიყავით და ნუ ვერ შევედით და ეხლა ვფიქრობ რომ ამას თუ უკან არ მოიხედეს ანუ ფიქრობენ რომ მე უკან მივყვები და ანუ მოკლედ თელი სცენა დატრიალდა იმისა როგორ დავიკარგეთ მოკლედ რა ამ გზაში და ამასობაში უცებ 5 წუთი არ იყო გასული, ამ დაცარიელდა ის ბაქანი, იქ გამოჩნდით თქვენც და მოკლედ მთელი ესე ვთქვათ დიდი შეხვედრა მქონდა ხელთავიდან იქა. და ანუ მე იქიდან რომ წავედით, მოგვიწია სხვადასხვა ბევრ ქალაქში კიდე წასვლა, რომ ჩაგვეღწია ვენეციამდე, იმიტომ რომ პირდაპირ რეისი აღარ იყო, მე მოგვიწია ვერონაში ჩასვლა, იქიდან კიდე სხვაგან და ნუ მოკლედ ჩავედით და ანუ ხო ვენეციის მერე მილანში ჩავედით და ეს სამი ქალაქი დავლაშქრეთ 4 წლის მიასთან ერთად და ანუ ფაქტობრივად რა ვიცი რამდენი კილომეტრი გაიარე მაშინ ფეხით რამდენი გავიარე იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიარეთ აი თითო ქალაქში ვიყავით 2 დღე
და ორ-ორი დღის განმავლობაში ჩვენ ფაქტობრივად არ ვისვენებდით. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ აი საკვებად რო შევიდოდით სადმე და იქა. ხანდახან ისეც იყო, რომ შეიძლება ფასტ-ფუდი გვეყიდა და თან გველოდა თან ესე გვეჭამა. ხო, თან მე ისეთი პატარა ვიყავი, რომ აი ამ ხელად შემოდაში, მამა ჩემი ესე swamდა, ჩვენებს მარტო სახევი ჩადა, ის ძელი ჩავდიოდა და ის შევდა სვერე ზურგზე მოიკიდა და ჩავდაში ვიჭიქი მე ანუ რაღაცა კი. მოკლედ აი ესე რა, ანუ ძალიან მოგეწონა ეს მოგზაურობა და ამის მერე უბრალოდ ჩვენ აღარ გავჩერებულვართ და დავდივართ და რამდენი ქვეყანა მაქვს თუ იცი, ანუ ის რა ხო, მოდი ერთად ჩამოვთვალოთ და დავთვალოთ, ხო? დიახ, თან აქ ფოტოებზე დავაკურეთ. ვიყავით ერთად იტალიაში, ვიყავით ერთად გერმანიაში, გერმანიის რამდენიმე ქალაქში, ნუ ქალაქებზე მე ვილაპარაკოთ. ვიყავით ერთად, კი, თურქეთში არაერთხელ. სამჯერ, ოთხჯერ. და თურქეთში თითქმის მოვლილი იყო, თავში, ყველა ქალაქში. ისეთი შეგრძნება, რომ საქართველოს ეჯერ ვარ ლავყავი. კი ბატონო, ვიყავით საფრანგეთში, პარიზში, ვიყავით ავსტრიაში არაერთხელ, ძალიან ლამაზ ქვეყანაში. ვიყავით სლოვაკეთში, კიპროსში და კიდევ ვიყავით პოლონეთში. ანუ გამოვიდა სულ 8 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. და ქალაქი მეგონი 30-მდე, ანუ ქალაქები ძალიან ბევრი. აბა დამეხმარე. რომელი ქალაქები გახდა? ვენეცია, მილანი, რა იყო? ანუ პოლონია, იტალიაში. პოლონია, მაგრამ ანუ რა დავეკარგეთ და იქ ჩავოდიოდით ეგეთები. ნუ ეგეთები აღარ გვინდა ჩათვლა, სადაც კარგად ვიყავით და მოვიარეთ მთელი ქალაქები ეგეთი. შემდეგ გერმანიაში ვიყავით რომელ ქალაქებში? ბერლინში, მიუნხენში. შემდეგ ვიყავით საფრანგეთში, პარიზში. პარიზში, მარტოპარიზში, კაბადოკიაში. თურქეთში, კაბადოკიაში ვიყავით. ანტალიაში, ანკარაში. ნუ იმ ქალაქებს უკვე რა ვიცი, ჩამოვთვალოთ. ორდუ, ამასია და ნუ რიზე და ეგეთი ქალაქებზე აღარ არის ხო უკვე ლაპარაკი ძალიან ბევრი ყოფილვართ ასევე ვართ არაერთხელ ნამყოფი ტრაპიზონში საყვარელი ქალაქია ეს ერთი და იქ საყვარელი და კუსკუსა ქალაქია ხადუყავით უზრუნგოლის ტბაზე კიდე იქვე ახლოს რაც არის და სუმელას ხოთა შევეცეთ არ გაგვთ ლალახი ეგ ვიდეო უბრალოდ გადავიდა ჯობა მე მივარდა დღეს ჩვენ ვიწყებთ ძალიან მაგარ მოგზაურობას სადიახ ტრაპიზონში მოემზადეთ ბევრი ლამაზი ადგილი, გემრიელი საჭმელი და საოცარი თავგადასავლები. წავედით! ხო, კიდე პოლონეთის ძალიან ბევრ ქალაქში ვართ ნაყოფი, ხო, აქაც გახსოვს რამდენი ვიარეთ. აი პოლონეთში მიამ დაამყარა რეკორდი ფეხით ზიარული. 32 კილომეტრი გავიარეთ. 32 კილომეტრი ერთ დღეში მიამ ფეხით იარა და სასტუმროში რომ მივედით, მე მეგონა რომ მეორე დღეს ფეხზე ვერ ავდგებოდით ერთ-ერთი, მაგრამ ანუ ფეხს სიცოცხლეში შევდიოდი, ვითავის რაღაცებს ვისიჭოდი და ფეხს ვიზილავდი ამ დროს. ეს იყო რა ვიცი, საოცრება. ხო, პოლონეთში ძალიან ბევრ ქალაქში ვიყავით, ანუ ვარშავაში, კრაკოვში, შემდეგ ვიყავით ვროცლავში, ვიყავით კატოვიცეში, ვიყავით აუშვიცში და ნუ მოკლედ ფაქტობრივად, რა ვიცი, პოლონეთი მთლიანად გვაქვს, ასე ვთქვათ, მოვლილი. საფრანგეთში რამდენი კილომეტრი გავიარეთ ახლობით? საფრანგეთში ძალიან ბევრი ვიარეთ, ამისთვის, მაგრამ ის მახსოვს, რომ დისნეილენდში რო წავედით, აი როიღებოდა 9 საათი და უკვე 5 წუთი იქ რო ვიყავით ჭიშკართან და 10-ზე იკეტება, ხო, თუ სწორად მახსოვს, ხო და აი ზუსტად დაიკეტა და გამოვედით და ანუ მთელი დღე ფაქტობრივად არ ჩამოგისვენია ვიარეთ მთელი მარტო ატრაქციონებზე თუ დავჯდებოდით და საჭმელად, იმიტომ რომ რავი, აი შენთვის რომელი იყო ყველაზე მაგარი დაუვიწყარი შთაბეჭდილება, რომელი და პარიზი, იმიტომ რომ ანუ
მე კარგად კი მიყვარს მოგზაურობა, მაგრამ ესე ბრატის ხოლმე არ ვიცოდი რა, დიდად რა იყო გერმანია, მაგრამ რომ ვიცოდი რომ პარიზში იყო დისნეილენდი, ერთადერთი სადაც ვსულვარ, ანუ მეგონი ჩემი ხათრით მარტო არის პირველი მოგზაურობა იტალიაში, რომ თვითმფრინავში მინდოდა და პარიზი, რადგან დისნეილენდში მინდოდა დანარჩენი რომ მიდიოდით მეც ვყვებოდი, იმიტომ რომ მეც რა თქმა უნდა მინდოდა, მაგრამ ისე რომ ჩემი ნება ყოფილიყო არა და ეხა ეგეთი რა გაქვს? რა აი ეგეთი რომ შენ გინდა რომ წახვიდე უეჭველი. ლონდონში მინდა ძალიან, ამერიკაშიც მინდა. კიდე ჩვენ გვაქვს ეგეთი რაღაცა, ხო? ჩაფიქრებული რომ შენ რომელი მწერალი გიყვარს ძალიან? ისა ასტრიდ ყველა ციკლი მაქვს თავის საკითხული, ცეროდინა დამჩა და ამის გამო ჩვენ ვართ შეთანხმებული რომ აუცილებლად უნდა წავიდეთ ასტრიდის სამშობლოში, სტოკჰოლმში, შვედეთში. კი, აი დედა ჩემი არის მიბინებით, ხო, ნავყოფის რაღაც ვარ და აი ანუ რაღაცა ესეთი ძეგლი თუ რაღაცა იყო კაცორი სადაც ცხოვრობს საყვარელი სახლი. და ის ბოლო ისა სადაც კაცორი ცხოვრობდა, ბოლო სართული იყო ეს ღია და ანუ არსებობს ხო ასეთი მოძები და აი მანდაც ძალიან მინდა ხო ისე ხო ეგ დამოვიწყო ეგ ქალაქში. ხო, აუცილებლად მან უნდა წავიდეთ და მოვინახულოთ, იმიტომ რომ ეს არის ესე ვთქვათ ჩვენი დიდი სურვილის დიდი სურვილი, ხო? ასევე რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო შენთან ერთად არ დავგეგმეთ ისიც რომ წავედით ზალცბურგში, იმიტომ რომ მუსიკის ანგები გიყვარდა ძალიან. აი მე ჩამოვიდა ზალცბურგში და აი მე მოვედით სადაც მღერია მუსიკის ანგების ბავშვები დონემის იმაზე ასრულებენ დონემის ბავშვები აი ამ კინოში ასრულებენ სიმღერას So don't rock me მუსიკის ანგები ძალიან გვიყვარს, მეც მიყვარს ბავშვობიდან ეს ფილმი და ჩემი საყვარელი მუსიკალია. მეზობლები ეგეთები არ მიყვარს, მაგრამ ეგ არის ანუ საყვარლობა რა, ძალიან კარგია რა, საყვარლობას ვერ ვიტყვი. როგორ მოგეწონა მე ის ბაღი, სადაც ვიყავით ჩასულები მირაბელის სასახლესთან, სადაც გადაღებული არის ის სცენები, ხო? ხოლმე იყო? ძალიან ხო, შენ შესაძლოა კონფლიკტი აუცილებლად უყურეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოგეწონებათ. ხო. აი, პარიზის დისნეილენდის გარდა კიდე რომელი ადგილი იყო ესეთი ძალიან შთამბეჭდავი, სადაც ვიყავით? აი, შედაშორის ხედავ, ეხლა უკვე ჩამოგართვი შენ ისე ისე მე დაუბრუნდი ჩემს კითხავს, მე დავიწყე კითხვების დასმა. ვაი წარმასვენებს ეს პროფესიული. არა, უშავს. იმ ქალაქს რა თქვა, ანუ ჩვენ რო გვიყვარს ვერ მახსოვებ ქალაქების სახელებს. ანუ ჩვენ საქანელზე რა დავჭეკით, საქანელზე რა დავჭეკით. ის რომელი ადგილი იყო? ეგ იყო ესა, უზუნგოლის ტბა, ტრაპეზაში. უზუნგოლის ტბა უეწონა ძალიან, იმიტომ რომ რო აქანებდა და აი სულ ვიდეოებში რომ ვყურედი, ძალიან უწოდა რა აი რა ხანცნეთ რომელი ანუ არ მეგონა თუ რაღაცა ეგეც ნახავდი და აი ძალიან უეწონა ეგეც. მოკლედ, კაია ხო მოგზაურობა? კი. აი ყველაზე მეტად მოგზაურობის დროს რა გიყვარს ხოლმე? აი რა ნაწილი გიყვარს, როცა თვითმფრინავში ჯდები მიდიხარ, როცა ბანკს ალაგებ, თუ აი რა ისა. შედაშორის ცოტა უცნაურია, მაგრამ აი აეროპორტში მიყვარს პასპორტ კონტროლის გავა. რაღაცები. პასპორტლა? ეგ მეც არ ვიცოდი. ნუ ფრენად ძალიან მიყვარს რო ადის და ჩადეს ატრაქციონივით არის რა. და მაგიტო კარგია. კიდე ვიცით რა, იცი რა მოუწონდა, აი გერმანიაში ჯუჯებს პოლოდით. არა, პოლონეთში, ვროცლავში. ხო, რატომ ეში? იმიტომ რომ ბერლინიდან ჩავედით ვროცლავში და მაგიტო. და ისეთი შეგრძნება, მაგრამ და ჯუჯები, აი ქუჩაში რაღაცა არასდროს არ ვეცოდი, მეთქი ჯუჯას არ ხარ, ჯუჯე. აუ, მე კიდე რა
არის ამაკიცი. მახსოვს რომ პირველად ბერლინში რო ჩავედი და მოხვდი ბერლინის ზოოპარკთან, თქვი რომ მე ამ ზოოპარკში არ შევალ, სანამ მიასთან ერთად არ ჩავავალ თქო. და ასევე იყო სხვათა შორის ავსტრიაში ძველი ზოოპარკზე და აბა მოხევი როგორი შტაბ-ბეშტილებები იყო. აი რომ ჩავედით იქ, აი საოცრება იყო ჩემი აზრით. იყო, ანუ ვინ ზოოპარკში ვარ, ნაყოფი რომ ერთმანეთში მერევა. სადაც კი არის ყველგან მივიდა, იმიტომ რომ გიჟდები ზოოპარკებზე. თბილისის ზოოპარკში ვარ, ალბათ ესე 20 ჯერ ნავყოფი. ძალიან მომეწონა ეს თმებიანი პინგვინები იყვნენ ძალიან საყვარლები. კიდე ის კუალებიც მან ნახეთ, ხო? ხო, გახსოვს, როგორი საყვარლები ეს რაღაც ახეზე ესე ბამბუკზე თუ რაღაცაზე ესე იყვნენ. ჩვენ ძალიან მაგდად გიყვარს ეს მულტფილმი, ხო, სინგი და აი პასტერმუნი რო არის, ხო, ესეთი პატარა პასტერმუნები რო იყვნენ ჩაბუკიდებული, ესე გახსოვს? ჩვენ კუალებს ვეძახით პასტერმუნებს, ვინც ვერ გიოცნა. მოკლედ ძალიან მაგარი იყო. ყველაზე მაგარი აკვარიუმი სად იყო, სადაც კი ვიყავით? აი ის სად იყო რაღაცაში რო გავიდოდი და ესე მუდანაც რო წყალი იყო, იქ სად იყო? ეს იყო ანტალიაში, გახსოვს? ეგეც რაღაცა იქ დამოვახსოვე და ძალიან საყვარლობა იყო, რომ მე მგონი ეგ იყო ყველაზე კარგი. კიდევ რა მომეწონა? ქვემოთ რო აკვარიუმი იყო და ზემოთ რო ზოოპარკი, ეგ მომეწონა კიდე სიგიჟემდე. სხვათა შორის მან ის კამი იყო, რომ აი მორიელები და რაღაცეები იყვნენ რა იმაში. იდო და ზემოდან ყო და ეს არა ქვია შუშა რა გადაფარებული ხო და ბერლინში იყო გახსოვს? ხო, ერთი რაღაცა ზოოპარკი ხო და დაიჯდომა მეშინოდა, აი ვერ ჯიდებოდი რა მეშინოდა, რომ მეთქი ეს არ გაცოცხლდეს რაღაცა თქო. კიდე რა გვახსენდება მოგზაურობის დროს ყველაზე მაგარი, ყველა საინტერესო არის კიდე ახალი გემოების აღმოჩენა, ხო ასია? კი. ახალი საჭმელების და რაღაცეების. სად მოგეწონა და რა მოგეწონა ყველაზე მეტად? რავი, პარიზში მომეწონა სხვათა შორის ხახვის სუპი თუ ისა. აუ, ძალიან მაგარი იყო რა, ეგ ხახვის სუპი, მეც ძალიან მოყავს გიჟდები. და იტალიაში რა თქმა უნდა? რა თქმა უნდა, ლაზანია. ლაზანია რომ ახსენდება, გარფილდი ახსენდება და გარფილდი რომ ახსენდება, ლაზანია ახსენდება. ხო და მოკლედ რა ვიცი, კიდე რა დაგვრჩა სათქმელი ჩვენი მაყურებლისთვის. მე სულ ამებს ვუყურებ, რომ გამახსენდეს რა, ну, ესა რა, რა შეიძლება მოყვე. სხვათა შორის ბერლინის აი კედლებზე თან რო ვიყავით, ბერლინ რაღაცები რო ეწერა, ეგ მომეწონა. ხო, მე კაპადოკიაში ისინი რო ფრინავდა, საერთო ბუშტები, ვაი, მე რა ამასი იყო თავის ხაფაში ვეგონა. თან ესე ქვემოთ იყო რაღაცა ჯერ ვარდისფერი იყო თუ რაღაც ესე მზე ამოდიოდა და თან ესე რომ მიფრინავდა, ვაი, მე რა კარგი იყო. საოცრება იყო ნამდვილად. როგორ უნდა მოემზადონ პირველი მოგზაურობისთვის ბავშვები? ანუ ფრენის დროს თუ ანუ რაღაც შერჩევები რა შეიძლება იყოს, ხო? ხო, ანუ აუცილებლად თან იქონიეთ საღეჭირეზენი, იმიტომ რომ ყურები დაგეგუბდებათ, კიდევ წყალი, იმიტომ რომ ეს ფრენის დროს, ხო, ეს ფრენის დროს კიდევ წყალი და პერიკოლა დღეა, თორემ მე ესე შევქცევ, ხო, მეთქი ყურები გამისკდებოდ და სუესა. პირველად საუბრობთ დაიცვენთ რა, იმ დღეს ვერ გქონდათ არაფერი დაგეგმილი, იმიტომ რომ დამჯერეთ სიამოვნებას ვერ მიიღებ თუ დააღრილზე რაღაც წახოთ. ის დღე გამოიყენეთ და სოსვენებთ და მეორე დღიდან შევდეთ. იმ დღეს აუცილებლად სასტუმროში. იმიტომ რომ ანუ სიამოვნებას ვერ მიიღებ რა. დილიდან ვიწყებთ მერეელ ამბავს. 8 საათზე გავდივართ და აი 11 საათი კიდე ადრეა, 12 საათზე მოვდივართ სახლში. ანუ მთელი სამუშაო საათები ვართ გარეთ და დავდივართ. ანუ არ ვჩერდებით რა. მუზეუმებში შევდივართ, იქაც დავდივართ და მოკლედ რა. კიდე საფრანგეთში პარიზში მომეწონა ლუვრი, ფერისქვეში რა თქმა უნდა. და რავია. მე მახსოვს შენ მიუნხენში კიდე ძალიან ყოფილი იყავი BMW-ს მუზეუმში რო ვიყავი. კი, იმიტომ რომ მე ზოგადად ანუ ძალიან მეყვარს მანქანები და სულ ანუ მინდა რომ მანქანისტები ვიცოდე და BMW ანუ ჩემთვის იყო ყველაზე ცნობილი რა და დღემდე ძალიან მეყვარს BMW-ს მანქანები და მაგიტო აი მეთქი ესა რა BMW-ში მუზეუმში ვიყავი ძალიან მეწონა რა მაგიტო ბაიხშე ხო, მოკლედ ეგ არის რა. კიდე კაც რამე შეკითხვა ჩემთან. შეიძლება ხალხ მარატონზე გამოიწროს ჩემი არხი, აი
აი რატომ უნდა გამოიწერო, აი რო ურჩიო, რომ აი გამოიწერო და რატომ უნდა ქრან ეს ყველაფერი. ხო, მოდი პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ეს ჩვენი მოგზაურობები და ასეთი დაუწყარი შთაბეჭდილებები ალბათ არ იქნებოდა, რო არ ყოფილიყო ის ძალიან მაგარი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც ქვია უვიზო მიმოსვლა, ხო? ვიზები რო არ მჭირდებოდა და შესაბამისად იაფი ფრენებით ჩვენ ძირითადად ვიზიერი დავფრინავთ ხოლმე. შესაბამისად მოკლედ იაფი ფრენების შესაძლებლობას გვაძლევდა ეს ყველაფერი და ამიტომ ეს არის, რა ვიცი, მოკლედ მე დაგუწერელი საგანძური ჩვენთვის, რომ შეგვიძლია რომ ჯერ კიდე უვიზოთ მიაროთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და მოვიაროთ. პოლიტიკაში არ გადახვიდეთ, არ შეგეშალოს რამე. რაც შეეხება შენ შეკითხვას, შენი არხი იმიტომ უნდა გამოიწერო, რომ შენ ესე იგი ძალიან საინტერესოდ ყვები მე მგონი მოგზაურობის ისტორიებს და ეს არ არის მხოლოდ ბავშვებისთვის საინტერესო მოყოლილი ამბები, მე მგონია რომ ბავშვების მშობლებიც ძალიან ინტერესით ნახავენ შენს ესე ვთქვათ თითოეულ ეპიზოდს, იმიტომ რომ ანუ რეალურად არის ძალიან კარგი პრაქტიკული რჩევები, მე მგონი, როგორ შეიძლება რა ადგილები შეიძლება მოინახულონ ბავშვებთან ერთად და ეს მოგზაურობა იყოს სახალისო, დაუვიწყარი და შთაბეჭდილებებით სავსე მერე მათთვის. მთელი ოჯახისთვის, არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მთელი ოჯახისთვის. დიახ, ჩვენ უფრო ისეთ ადგილებში მივდივართ, აი უფრო საოჯახო იმებში, რადგან ანუ ხო რა, ოჯახი ვართ, სულ ოჯახი მივდივართ და მე მგონი სასიამოვნო და საინტერესოდ ვისაუბროთ უკვე ძალიან გრძელი ვიდეო გამოვიდა. ჯობია რომ დავასრულოთ უკვე. ხო და არ დავყალოთ ჩვენი დიახ, არ დაიყალოთ. თუ მოგეწონთ ეს პოდკასტის ფორმატი, ალბათ დამიწერეთ ასევე ვინ მოვიწვიოთ, თუ რაღაცა უკვე ცნობილები და რაღაცა ისეთები გავხდით, უკვე შემეძლება რომ რაღაცა იუთუბერებიც მოვიწვიოთ და ესა ვინ გინდათ რომ მოვიწვიოთ და აუცილებლად გამოიწერეთ, გააქტიურებთ არის ღილაკი თუ გინდათ რომ ჩემი ვიდეოები მოგივიდეთ. შემდეგი რა გადავიღოთ, აი რა სისურვებდით, აი რის სიყურება მოგეწონებოდა, რა გესიამოვნებოდათ და აბა შეხვედრამდე შემდეგ სამშაბათამდე. კარგად. კარგად.